ახლა ვნახოთ, როგორ ჩავსვათ მონაკვეთში ტექსტი, აი ასე, როგორც ამ დიზაინშია ნაჩვენები. შევდივართ ელემენტებში, ვწერთ lines, აუცილებლად ფიგურებიდან, ანუ შეიფებიდან ვარჩევთ მონაკვეთს, რადგან ჩვეულებრივი გრაფიკის შემთხვევაში ამას არ გააკეთებს. შემდეგ ორჯერ სწრაფად ვაწვევით მაუსს და უკვე ჩაგვასმევინებს ტექსტს. აქ პარამეტრების შეცვლაც შეგვიძლია, ტექსტის შეცვლაც ჩვეულებრივად შეგვიძლია, რა თქმა უნდა, ფონტის, ფერის და ასე შემდეგ და ზედა მენიუში, როგორც ხედავთ, არის ყველაფერი ის მოცემული, რა манипуляციების გაკეთებაც შეგვიძლია ამ შემთხვევაში. ეს ძალიან კარგი ხრიკია იმისთვის, რომ ტექსტი უფრო კარგად ჩავატიოთ დიზაინში, უფრო შესამჩნევად იყოს, მეტი ადგილი გქონდეს ინფორმაციის გადმოსაცემად და ვიზუალურადაც ძალიან ეფექტურია. დარწმუნებული ვარ, თუ აქამდე არ იცოდით, აუცილებლად გამოიყენებთ ამ ფუნქციას და სხვათა შორის ბევრმა ადამიანმა არ იცის. აი, ასე შეგვიძლია საინტერესო ფორმებიც მივცეთ. აუცილებლად დატესტეთ ეს ფუნქცია, შეაჩვიეთ თვალი და ხელი და დარწმუნებული ვარ, ძალიან ეფექტურად გამოიყენებთ. ახლა კი გადავიდეთ შემდეგ რჩევაზე.